ნიკოტინი ძლიერი ადიქციური პოტენციის მქონე ნივთიერება, რომლის ზემოქმედება კოკაინისა და ჰეროინის მიერ გამოწვეულ დამოკიდებულებების ანალოგიურია. კვლევები ადასტურებს იმასაც, რომ მწვერვალთა 70%-ს სურს მოწევა შეწყვიტოს, თუმცა სტანდარტული თერაპიული მეთოდები ნაკლებ ეფექტურია მათ შემთხვევაში. ამიტომ დღის წესრიგშია უფრო ეფექტური ფარმაკოლოგიური და ფსიქოთერაპიული გზების პოვნა, სადაც ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად ჯადოსნური სოკოების, ძირითადად ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოდელიკების გამოყენება განიხილება. ბავშვობაში ჩვენი ტვინი ძალიან ადვილად სწავლობს ახალ რაღაცებს, ენებს, მოძრაობებს, სოციალურ უნარებს. ამ პერიოდს მეცნიერები კრიტიკულ პერიოდს ეძახიან. ნეირომეცნიერი გული დოლენი ხანგრძლივი კვლევებით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ ნივთიერებას ტვინში ეგრეთ წოდებული კრიტიკული პერიოდების ხელახლა გახსნა შეუძლია. ტვინი დროებით იღებს შესაძლებლობას ძველი ჩვევები, შიშები ან ტრამვული რეაქციები უფრო მარტივად შეცვალოს. ახლა მეცნიერები იკვლევენ, შეიძლება თუ არა ასეთი მიდგომა დაეხმაროს დეპრესიას, ტრამვის შემდგომ სტრესს და დამოკიდებულებებს, სოციალურ ურთიერთობების სირთულეებსაც. ჩვენი შემდეგი სიახლე კი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევას უკავშირდება. ის დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს იმედის მომცემ სიახლეს თავაზობს, სავარაუდოდ ინსულინს მალე ნემსის გარეშე კანის გავლით მოიხმარენ. მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური პოლიმერი, რომლის ეფექტურობა უკვე წარმატებით გამოსცადეს ლაბორატორიულ პირობებში, თაგვებსა და ხორიელში ტარებულ კვლევებში. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ამ პოლიმერთან ქიმიურად დაკავშირებულმა ინსულინმა, რომელიც ცხოველებს კრემის სახით წაუსვეს კანზე, სისხლში წარმატებით შეძლო შეემცირებინა გლუკოზის დონე. ინოვაციური მიდგომა პაციენტებს შესაძლებლობას მისცემს დაავადება კანზე დაკრული ჩვეულებრივი პლასტირებით მართონ. ბიოინჟინერი იუქსინ შენის განცხადებით, წამლის ტრანსდერმული შეყვანა მედიცინის დიდი ხნის ოცნებაა, რადგან რეგულარული ინიექციები და დიდ დისკომფორტთან დაკავშირებული ნემსის გამოყენება გამოწვეულია სტრესთან, ფიზიკურ ტკივილთან, კანის დაზიანებასთან და ხშირად მკურნალობის რეჟიმის დარღვევასთანაც კი. ინსულინის მიღება აბების სახით კი შეუძლებელია, რადგან ის კუჭში არსებული მჟავის გამო იშლება და აქტიურობას კარგავს.